არც უნდა ქონდეთ ის მოლოდინი, რომ იქ რაღაც ძალიან კარგი გარემო დახდებათ და ზუსტ ინფორმაცია მიიღონ სტუდენტებმა, რას უნდა ელოდნენ შემდეგ. აბსოლუტურად ყველაფერს. უდიდესი მადლობა მინდა მოუხადო თითოეულ მათგანს აი ამ ნდობისთვის. როგორ უნდა მოხდეს სტუდენტი, რომ ნამდვილად სანდო ადამიანს დაუკავშირდა, ნამდვილად მიდის სამუშაოდ იქ და მაგასაც ჩავა და არ დახვდება ის, რომ აი სამუშაო არ არის და უკან დაბრუნდი და ეს თანხა გამგზავრების შემდეგ დაიკარგა. გამარჯობა, ეს არის უნი პოდკასტი, მე ვარ მარიამი და დღეს ვისაუბრებთ სტუდენტურ დასაქმებაზე გერმანიაში. ჩვენი სტუმარია დღეს ქალბატონი ლეა, შუამავალი საქართველოსა და გერმანიის შორის სტუდენტური დასაქმების მიმართულებით. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვაფასებ ამ ყველაფერს და ვეცდები სრულყოფილად გავცეთ თქვენს კითხვებს პასუხი. დავიწყოთ, პირველ რიგში მით თუ რას საქმიანობთ ზუსტად, აგვხსნათ ჩვენს მაყურებელს, რამდენი წლიანი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში და რამდენი ხანი ეხმარებით, რომ სტუდენტები გერმანიაში წავიდნენ დასაქმების პროგრამით. მე ვცხოვრობდი დაახლოებით 12 წელიწადი ემიგრაციაში, გერმანიაში, კერძოდ ქალაქ შტუტგარტში. იქ სწავლობდი, პირველად წავიდი აუპაიერ პროგრამით და მე შემორჩი ჩავაბარე უნივერსიტეტში. ასევე გოეთეს უნივერსიტეტში ვსწავლობდი ენის დიპლომის გამო და 2012 წლიდან ვარ საქართველოში. აქ ვერ ვიპოვე ვერანაირი საჯარო სამუშაო, გარკვეული მიზეზების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიურად ვაგზავნედი ჩემს რეზიუმებს და მე გერმანელი მეგობრების მეშვეობით მივყავი, ასე ვთქვათ, ამ ხელსაქმეს. თავიდან ვამზადებდი ბავშვებს გერმანულში და ვეხმარებოდი აუპაიერ პროგრამით წასვლაში. მერე უკვე დრო და დრო დაემატა FSJT, როგორც არის სოციალური სამუშაო, FSJT BFD და ბოლოს უკვე Ausbildung-ითაც შემოიფარგლა და მას მერე რაც გვაქვს ვიზა ლიბერალიზაცია, დაემატა Ferienjob. Ferienjobs დაემატა ასევე უკვე წელიწადზე ცოტა მეტი არის 8 თვიანი Kurzfristige Beschäftigung-ი, რომელიც ხელსაყრელია არა სტუდენტებისთვის, თუმცა რა თქმა უნდა სტუდენტებიც მიდიან, როცა მათ აკადემიური წელი აქვთ აღებული. მაგრამ ეგ შემდეგ ეხლა შემოვიფარგლოთ Ferien ჯობით. Ferien ჯობი, ასე ვთქვათ, Ferien დასაქმება რა არის აუცილებელი ამისთვის? პირველ რიგში აქტუალური სტატუსი უნდა იყოს აუცილებლად სტუდენტი და უნდა ქონდეს სულ მცირე 8 კვირა მაინც არ დადეგები. რომ მიეცეს საშუალება, რომ იქ დასაქმდეს. რატომ მაინდა-მაინც 8 კვირა? რადგან ზოგიერთ სფეროში აუცილებლად სტუდენტებს სჭირდებათ Einlernen, Einschulung, ანუ უნდა ასწავლონ მათ. ზოგი მალე ითვისებს, შეიძლება ერთ დღეში, ერთ საათში, ზოგს სჭირდება რაღაც გარკვეული პერიოდი და ამიტომ დასაქმებლები რატომღაც ცდილობენ ხოლმე, რომ უფრო წაიყვანონ ისეთი პიროვნება, რომელსაც აქვს ხანგრძლივი არ დადეგები და უფრო დიდი ხანი შეძლებენ, ასე ვთქვათ, მათ გამოყენებას. გამოყენებას ცოტა ცუდი ფრაზა არის, მაგრამ ხო, შრომით. ხო, დასაქმება ხდება თითქმის ყველა სფეროში, აბსოლუტურად ყველა სფეროში. ჩვენ, ანუ შუამავალი კომპანიები, ჩავდივართ ადგილზე, უმეტესობა ადგილზე, ვიძიებთ, ვათვალიერებთ. მე პირადად ადგილზე ვარ ჩასული ძალიან ბევრ ქარხანას, საწყობი, McDonald's, რესტორნები დათვალიერებული მაქვს თვითონ ადგილები, იმიტომ რომ მასე უფრო გაცილებით უმარტივდებათ სტუდენტებს, როცა შენ თვალი გაქვს ეს ყველაფერი ნანახი და უფრო კონკრეტულად შეგიძლია გადმოსცეს, სად ჩავლენ, სად იმუშავებენ, რას გააკეთებენ და რა სფეროში დასაქმდებიან, გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ის, რომ რაღაცა ისე HR-დან მოიტანო და უთხრა, რომ იცი რომ შენ აი აქ წახვალ, არის ეს ვაკანსია და შემოიფარგლები რაღაც ძალიან მწირი აღწერილობით. ეს რა თქმა უნდა, ყველას არ აკმაყოფილებს. იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი კატეგორია, ხო, სტუდენტების. ზოგი ისეთი ცნობის მოყვარია, ყველა დეტალი, ყველა წვრილმანი არის მათთვის ძალიან აუცილებელი. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ მობილიზებულები, მაქსიმალურად გქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რომ მე სტუდენტებამდე მივიტანოთ, ხო? რა ჭირდებათ სტუდენტებს იმისთვის, რომ წავიდნენ? პირველ რიგში, როგორც გითხარით, აქტუალური სტატუსი იყო, როცა მიდიოდნენ კოლეჯის
საბუთებითაც, მაგრამ ეხა კოლეჯი ფაქტიურად გაუქმებულია, იმიტომ რომ არსებობს ესეთი ინტერნაციონალური პორტალი ანაბინი, სადაც არის მსოფლიოს ყველა აკრედიტებული უნივერსიტეტი თუ სასწავლებელი დადებული. ძალიან მარტივი არის რომ გაიგო შენი უნივერსიტეტი გაძლევს თუ არა იმის უფლებას წახვიდე და დასაქმდე, შედიხარ აქ search-ში, ჩაწერ თქვენი უნივერსიტეტის სახელს და ამოგიგდებთ ეს უნდა იყოს ან H+-ი, ან H+-მინუსით. თუ იყო H-მინუსით, მაშინ გამორიცხულია მოწვევა ძირითადად შემთხვევაში არ ჩამოვა, იმიტომ რომ ესე იგი არ არის აკრედიტებული. კოლეჯები სამწუხაროდ საქართველოს კოლეჯები მე მგონი თითქმის არ არის შეტანილი. ძალიან წირი რაოდენობით არის, მე როგორც ვიცი, ალბათ სულ 1-2 კოლეჯი არის შეტანილი. დანარჩენი უკვე სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტები არის შესული და ასე რომ როგორც გითხარით, შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს დასერჩოს და თავისი უნივერსიტეტი, ეხლა ბოლო დროს უკვე ძალიან ბევრი კერძო უნივერსიტეტებია და ესე მარტივად ვეღარ გაიგებ აქვთ თუ არა ეს H+-მინუსი და აქედან გამომდინარე ჯობია რომ თვითონ დასერჩოთ და და რა ასე კიდე შეიძლება ასე კი 18 წლიდან რა თქმა უნდა იყვნენ უკვე სრულწლოვანები, თუმცა მე მქონდა გამონაკლისხა და შორის წელსაც რომ 5 წლის იყო ეს ბიჭი შესული სკოლაში და აქედან გამომდინარე ნაადრევად ქონა ჩაბარებული და მე მაშინ ვუთხარი რომ ანუ რისკის ფაქტორია თქო რა შეიძლება რომ მოგივიდეს მოწვევა შეიძლება არა გავრისკეთ მოუვიდა საერთაშორის საბას მოვიკითხავ აქედან და ძალიან გახარებული იყო რომ მოუვიდა მოწვევა მიუხედავად იმისა რომ არ იყო სრულწლოვანი და წავიდა და იმუშავა. აი კოლეჯებიც ხო ახსენეთ რომ ანუ ზოგიერთი მცირე რაოდენობის თუმცა ზოგიერთი კოლეჯი მაინც უშვებს ხო თავის სტუდენტებს. შეუძლიათ რომ ამ სტუდენტებმა გამოიყენონ ეს ანაბინზე უნდა იყოს აუცილებლად. და აი მაგალითად 9 კლასი დამთავრა მოსწავლემ, შემდეგ ჩააბარა კოლეჯში. გაუჭირდება. ხო გაუჭირდება. ანუ შანსი ნაკლებია მისთვის. ძალიან ნაკლები არის კი. ანუ 9 კლასს დამთავრებულისთვის აუსბილდუნგიც კი ძალიან რთული არის. მე 9 კლასს დამთავრებულებს ვუსურვებდი რომ უბრალოდ ვურჩევდი რომ ისწავლონ კარგად ენა და წავიდნენ აუპაიერ პროგრამით, იქ გააკეთონ მე სოციალური სამუშაო და მას მერე შეეძლებათ უკვე რომ სხვადასხვა პროგრამები გაიარონ. და სხვადასხვა იმას დაეუფლონ. და ნუ რადგან ახლა გერმანიაზე ვსაუბრობთ, ლოგიკურიც არის რომ გაჩნდება კითხვა. აი მაგალითად ბოლო დროს ძალიან პოპულარული არის გერმანიაში წასვლა დასაქმება და რაიმე ფაქტორი ხო არ არის, რაც განაპირობებს ნუ გერმანიის პოპულარობას სტუდენტებში, იქ დასაქმებაც პროგრამები. ამ ეტაპზე ერთადერთი ქვეყანა არის გერმანია, რომელიც გაძლევს ყველაზე ასე ვთქვათ ხელმისაწვდომ ფასებშიც წახვიდე და გამოიმუშაო შენი ჯიბის ფული. აქედან რა თქმა უნდა მილიონერი ვერ გახდები, მაგრამ იმდენი ნამდვილად გექნება რომ რაღაც გარკვეული თვე გადაანაწილო. ნუ ეხლა ეს ადამიანზეც არის დამოკიდებული, შეიძლება ერთ დღეში დახარჯო მთელი ფული და შეიძლება იმყოფინო რაღაც გარკვეული პერიოდი, ხო? ზოგისთვის ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ სწავლის ფულს აფინანსებს და ნუ ძალიან ბევრი და კარგი შესაძლებლობები აქვს ამითი. ავსტრიას არ აქვს, ამერიკას აქვს კიდე, მაგრამ ამერიკა როგორც ვიცი არის ძალიან ძვირიანი და სხვა ევროპულ ქვეყნებს ფერიენჯობი ქართველებისთვის უშუალოდ არ აქვს. ანუ იქ თუ ცხოვრობ თვითონ და გააქვს ევროპის ვიზა, მაგალითად სტუდენტური ვიზა. ამ შემთხვევაში კი ბატონო გააქვს წასვლის უფლება იტალიაშიც, საფრანგეთშიც, ესპანეთშიც და იქ ფერიენჯობზე დასაქმების უფლება, მაგრამ უშუალოდ ქართველი აქედან სამწუხაროდ არ. და ანუ სავალდებულოა თუ არა გერმანული ენის ცოდნა? სავალდებულო არ არის, მაგრამ სასურველი არის, მიუხედავად ეხლა როცა კონკურენცია ძალიან გაიზარდა, ადგილები შემცირდა, მოგიხსენებათ უკრაინის ომის მერე ძალიან ბევრი ტორვილი შევიდა იქ და ეს ტორვილები უმეტესად დასაქმებულები არიან ზუსტად იმ ვაკანსიებზე, რა ვაკანსიებზეც საქმდებოდნენ ჩვენი სტუდენტები და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ნაწილი შემცირდა ვაკანსიების, მაგალითად იყო ქარხანა ბირკენშტოკი, სადაც წელიწადში დაახლოებით 100-110 კაცი საქმდებოდა სტუდენტი. სხვადასხვა შუამავლები თანამშრომლობდნენ time partnerთან, ბონის time partnerთან, მათ შორის მეც იმ პერიოდში და მიდიოდა დაახლოებით, ესე 100-110 სტუდენტი.
მაგრამ რაც უკრაინელის ომი დაიწყო და უკრაინელები შევიდნენ, სრულიად დაბალანსდა უკრაინელებით. მათ შორის ის საცხოვრებელი, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ, სავსეა ამ ეტაპზე უკრაინელებით და ფიზიკურად ეს ვაკანსია ქართველებისთვის აღარ არის. ანუ ხელმიუწვდომი გახდა. და რადგან ეს კონკურენცია ასე გაიზარდა, ხო? და ადგილები შემცირდა. ამიტომ დასაქმებლები ცდილობდნენ რაც შეიძლება კარგი სტუდენტი წაიყვანო. ხო, კარგი სტუდენტი რაში? იგულისხმება ხა ისინი ხო, აი მაგას ვამბობ, ხა ის რაღაც ლამაზი თვალები და ჩაცმულობით არ გარჩევს, ხო? გარჩევს გამოცდილებით და განათლებით, რა თქმა უნდა. ინგლისური აუცილებელია, უნდა იცოდე, იმიტომ რომ რომელიღაცა ენაზე კომუნიკაცია უნდა შედგეს, ხო? გადამზა უნდა იცოდნენ. მეორე მაინც, ანუ კომუნიკაცია უნდა იყოს სრულყოფილი. ანუ სრულიად სრულყოფილი. აქედან გამომდინარე, B2 ინგლისური, ნუ თუ მეტი იქნება, რა თქმა უნდა. კარგი და ასევე გერმანული. A1 გერმანულით ვერაფერს ვერ გახდები. ანუ A1 გერმანული იმდენად მარტივი არის, რომ რა ვიცი, ვერ გამოიყენებ რა მოკლედ. ამიტომ მე ვურჩევ ყველა სტუდენტს A2, B1 გერმანული აუცილებლად იცოდნენ. ეხლა რაში გამოადგებათ ეს? პირველ რიგში იმაზე, რომ როცა CV, რეზიუმე შეუვა დამსაქმებელს, აუცილებლად ამოარჩევს იმ სტუდენტს, რომელმაც იცის კარგი გერმანული. ხო? გარდა ამისა, ტარდება გასაუბრებები. ბევრი კომპანია ატარებს ახლა მაგალითად აახენის ფილიალს სურს, რომ ყველა სტუდენტთან სათითაოდ გაიაროს ინტერვიუ თვითონ. იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს დიდად აღარ გვენდობიან, იმიტომ რომ არის ხანდახან თვალებს ხუჭავთ, იმიტომ რომ ის სტუდენტი გვიყვარს, მოგწონს, ან გვინდა უბრალოდ რომ დავეხმაროთ. ამიტომ თვითონ გადიან გასაუბრებას. მასავე აკეთებს McDonald's-იც. და გასაუბრება რას მოიცავს ახლა? იქ ეკითხებიან ვინ ხარ, რა ხარ, რა გამოცდილება გაქვს, რა გაგიკეთებია ზოგადად, რას ელოდები გერმანიისაგან, ანუ ძალიან ბევრი რაღაცები და ახლა თუ არ იცი შენ A2, B1, მაინც ამ კითხვებს ფიზიკურად ვერ გასცემ პასუხს. ამიტომ მე ვურჩევდი სტუდენტებს, რა თქმა უნდა, რომ რაც შეიძლება, ნუ არის ახლა არ არის აუცილებელი რომ ახლა თანხა გადაიხადო, ნუ არის უფასო პლატფორმებიც, შეუძლიათ YouTube-დანაც, იგივე აპები არის ძალიან ბევრი, შევიდნენ და ყოველდღიურად რომ თითო საათი მოусმინონ, ამჯერად ზაფხულამდე ძალიან კარგად ისწავლიან გერმანულს. და აი რა საბუთები სჭირდებათ ან რაღაც დოკუმენტები სტუდენტებს რომ ნუ მოამზადოთ? პირველ რიგში რაც თავარია პასპორტი. ნუ პასპორტის გარეშე ვერანაირად ვერ წავლენ, ხო? პასპორტი, მერე უნივერსიტეტის ცნობა, არის რიგი უნივერსიტეტებისა, რომლებიც გასცემენ ორ ენაზე, მაგალითად ილიას უნივერსიტეტი, ჯავახიშვილი გასცემს ორ ენაზე, ქართულ, ინგლისურ ენაზე და ეს სრულიად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ის უნივერსიტეტები, რომლებიც გასცემენ მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე, მაშინ ეს უნივერსიტეტის ცნობა აუცილებელია, რომ უნდა თარგმნონ ინგლისურ ენაზე. ნუ გერმანულ ენაზეც რა თქმა უნდა თუ სურვილი აქვთ, მათ უბრალოდ ვინც მიფრინავს თურქეთის გავლით, მე ვურჩევდი რომ იყოს ინგლისურად ნათარგმნი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თურქეთი უმოწმებს ამას და გერმანული თურქეთის აეროპორტში არ იციან. ამიტომ მე პირადად გავცემდი რეკომენდაციას, რომ უნივერსიტეტის ცნობები თარგმნონ ინგლისურ ენაზე. საჭიროა თუ არა ვიზა? არა, ვიზა ლიბერალიზაციის ფარგლებში საჭირო არ არის ამ პროგრამისთვის. თუმცა რა თქმა უნდა თუ ევროპის დღეები, ასე ვთქვათ, ის 90 დღე ხო გვაქვს ჩვენ ევროპაში ყოფნის პერიოდი. თუ მათ ეს გამოყენებული აქვთ მაგალითად ჩვეულებები, სხვადასხვა პროგრამებისთვის, ამ შემთხვევაში შეუძლიათ შევიდნენ, მაგრამ უყურეთ როგორი ის არის, ვიზას არ გასცემენ თუ არ არის 90 დღიანი მოწვევა. ანუ 90 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ჩვენთან კიდე სულ 1-2 უნივერსიტეტს აქვს, მე მგონი ესე თითე ჩამოსათვლელად, მათ შორის ერთ-ერთი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც აძლევს სულ 90 დღეს. ანუ გამოდის აქედან რომ შეზღუდვაა. ეხლა ჯავახიშვილის ან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა რომ მოინდომოს ვიზის აღება, სამწუხაროდ ვერ აიღებს. იმიტომ რომ დღეები არ ეყოფა. ვიზა არ გაიცემა ფიზიკურად თუ არ არის ის 90 დღეზე გაწერილი. და ეს იქნება ასე ვთქვათ ერთგვარი ბერკეტი. ხო, და აი რა ტიპის სამუშაოებს თავაზობ ხოლმე ძირითად შემთხვევაში სტუდენტებს ყველაზე ხშირად? ქარხანა, საწყობი, McDonald's, რესტორანი, რა ვიცი, ყველგან თითქმის. ხო, ნუ საწყობი. ხო, სადაც ფიზიკური სამუშაო საჭირო, ხო, ასე რომ ვთქვათ.
ფიზიკური სამუშაო, ხო, ანუ საჯარო სექტორში ვერ დასაქმდები. არის საჯარო სექტორში. იცით რა არის? ეს არის აუსილფეჯობი. აუსილფეჯობი ნიშნავს დამხმარეს და დამხმარე იგულისხმება, რომ ნებისმიერ სფეროში შეგიძლია, სადაც კადრი გაკლია, დაიხმარო სტუდენტი. მიხვდით? ანუ ეს არ არის ფახ არის პროფესიული. როცა უკვე პროფესიით მიდიხარ, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ესენი ხო პროფესიით არ მიდიან. აქედან გამომდინარე, არც უნდა ქონდეთ ის მოლოდინი, რომ იქ რაღაც ძალიან კარგი გარემო დახვდებათ და აუცილებლად ძალიან მარტივი სამუშაო. ეგ დაზუსტება მინდოდა, იმიტომ რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მიიღონ სტუდენტებმა, რას უნდა ელოდნენ შემდეგ. აბსოლუტურად ყველაფერს. ეს ჩემ თავზე მაქვს გამოცილი პირადად. მე მაქვს ძალიან ბევრი სტუდენტური ფერიენჯობი გაკეთებული, როცა ვცხოვრობდი გერმანიაში. აბსოლუტურად ყოველ წელიწადს ვმუშაობდი და ვსაქმდებოდი სხვადასხვა ფაბრიკა ქარხნებში, მათ შორის რესტორანშიც და აქედან გამომდინარე ვიცი რასთან მაქვს საქმე. ანუ იქ მიუხედავად იმისა, რომ ფეხციმესაც მიმუშავია, არავის არ უთქვამს, რომ იცით რა, თქვენ ფეხციმე ხართ, დაჯიქით დაისვენეთ და მე გავაკეთებ შენ საქმეს. ანუ ეს არის გამორიცხული გერმანიაში, იქ ყველამ თავის საქმე თვითონ უნდა ააკეთოს. აქედან გამომდინარე სტუდენტი უნდა იყოს შეგუებული იმას, რომ მას მოუწევს ასევე რაღაც გარკვეული სიმძიმების აწევა, გადაადგილება. სხვანაირად წარმოუდგენელია, ეხლა წარმოიდგინეთ, მიდიხარ ქარხანაში, ხო? თუნდაც ავიღოთ შოკოლადების ქარხანა. ანუ ეხლა ჩემ სტუდენტებს ძალიან უყვართ ლინდის ქარხანა, ხო? ლინდი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოკოლადების ბრენდი, გეცოდინებათ. აი, მანდ უყვართ მუშაობა. და პირველი, რასაც მეკითხებიან ხოლმე, სიმძიმების აწევა თუ ხდება. რა თქმა უნდა ხდება, იმიტომ რომ იმ შოკოლადს რო ფუთავ და კოლოფში ალაგებ, იმის გადაადგილება ხო ხდება არა? აქედან გამომდინარე უნდა იყო იმისთვის მზად, რომ 5 კილო შეიძლება 7 კილო, არ ვიცი, შეიძლება 10 კილოც მოგიწიოს, აიღო, გადადო. იგივე კოლოფების აწყობა, ხო? ანუ ძალიან არის რაღაც საქმე, სადაც გიწევს ასევე სიმძიმების აწევა. იგივე ჟელებონები ბონში, ხო? ეს ძალიან ცნობილი ჟელებონები, ჰარიბოს ჟელებონები, მანდაც ყოველ წელიწადს მიდიან და საქმდებიან სტუდენტები. რა თქმა უნდა, რომ არის რთული და მძიმე განსაკუთრებით ლოჯისტიკის სფერო, სადაც იფუთება. იმიტომ რომ იქ არ არის ის 100 გრამიანი შეფუთვა, ხომ ხვდებით, იქ არის უკვე კოლოფებით და ლოგიკურია სტუდენტი უნდა ელოდოს იმას, რომ აუცილებლად მოუწევს რაღაც გარკვეული სიმძიმის აწევა. ყველაზე მძიმე ჩემთვის პირადად არის ფოსტა. აი DHL-ს რო ეძახიან, ან თვითონ გერმანიის ფოსტა, ხო? ეხლა იქ დაშვებული არის 32 კილო, 31 რაღაც პლუსით. თუმცა არის გამონაკლისები, როცა არის ცოტა მძიმეც. და იქ არავინ არ ყავს დამხმარე, განსაკუთრებით როცა ხარ კურიერი. ანუ შენ თვითონ გიწევს ამანათის მანქანაში ჩატვირთვაც და მოგიხსენებათ გერმანიაში ხშირ შემთხვევაში არ აქვს ლიფტი სახლს. და შეიძლება მეოთხე სართულზე ან მეხუთე სართულზე ამ ამანათის ატანაც. აქედან გამომდინარე უნდა გქონდეს ფიზიკური შესაძლებლობები. სასურველია სტუდენტი იყოს ნავარჯიშები ან ვარჯიშობდეს, რომ უფრო მარტივი იყოს მისთვის ეს სამუშაო. მაგრამ წარმოიდგინეთ და ძალიან ბევრი კარგი გოგონა მყავს, ვინცაც კურიერად უმუშავია და აი ძალიან ყოჩაღები არიან, არ დაუწუწუნიათ ყოველ შემთხვევაში, რომ იცი რა მე ამ ხელა ამანათის აწევა მიწევ და ან რაღაცა და სხვა მეც მაქვს ფოტოჟურის პოსტაში ნამუშევა. ნო, მეც დამირიგებია, ასე რომ უცხო არ არის ეს არც ჩვენთვის პირადად. აი, კვირაში მაგალითად სტუდენტებს რამდენი საათი უწევთ მინიმალური 38 მინიმალური და მაქსიმალური ხო, ანუ 38 საათი და 38-ზე მეტი. ნუ ზოგადად გერმანულის შრომის კოდექსის მიხედვით ყველაზე ბევრი დღეში გაქვთ 10 საათის მუშაობის უფლება. ანუ 8 საათი არის ოფიციალურად, 2 საათი არის Überstundes რო ეძახიან, ანუ ზეგანაკვეთური, ხო? მაგრამ უყურეთ ფოსტაში ცოტა მეტი გამოდის, იმიტომ რომ ფოსტა მუშაობს შაბათობითაც, ასევე მაკდონალდი, ასევე რესტორანიც. ხო, ეხლა რესტორნები მაგალითად შაბათ-კვირას სულ მუშაობენ. პირიქით უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ლოსი, ანუ უფრო მეტი მუშაობა არის შაბათ-კვირას, ხო? და აქედან გამომდინარე საათები უგროვდებათ.
თუმცა ცუდამინდებში შეიძლება არ ქონდეთ იმდენი და სამუშაო. ანუ ის ეკონოკვეთური საათები რაც მუშაობენ, რა თქმა უნდა, ანაზღაურებით რა თქმა უნდა, რომ აუცილებლად ხო გერმანიაში წესით რასაც მუშაობ, 1 ცენტიც კი არ უნდა დაგეკარგოს და უნდა აიღო. თუმცა მინდა ვახსენო ის, რომ გერმანიაშიც ძალიან ბევრი რაღაცეები შეიცვალა, არ ვიცი ეს საიდან მომდინარეობს, მაგრამ დამსაქმებლები ცდილობენ ხოლმე რომ რაღაც გარკვეულად დაზოგონ და ნუ სათავისოდ ანგარიშობენ ხოლმე ამ ბოლო დროს რაღაცეებს, ეს შევამჩნიე ლონაბრეხნუნგებიდან აქვთ ხოლმე ბავშვებს რაღაც დანაკლისი, მაგრამ მერე ჩარევით აუცილებლად უბრუნდებათ ხოლმე, მაგრამ ხდება მომხდარა რა, ვერ მოვიტყუები, ნამდვილად მომხდარა რომ დაუკლიათ და მერე დაგჭირვებია ჩარევა და ეს ყველაფერი გაგვირკვევია. და ანაზღაურების მხრივ, აი რამდენია მაგალითად საათობრივად მინიმალური ანაზღაურება, მაქსიმალური 13 евро არის ახლა უკვე ყველაზე ცოტა, ანუ ეს მაკდონალდში და რესტორნებში, ქარხანა საწყობებში 14 და 50 იყო წელს, მაგრამ ეხლა ამბობენ უკვე რომ ემატება და მე მგონი 15 და რაღაც გახდება ზაფხულისთვის და ყველაზე კარგი ანაზღაურებადი არის ფოსტა. 16 და გონი 66, 17 ევრომდე გახდა უკვე რა. გადასახადების ამბავში, აი მაგალითად უწევს თუ არა სტუდენტებს თვითონ რაიმე გადასახადის კი, რა თქმა უნდა, DRG. უყურეთ, გერმანიაში არსებობს ესეთი რაღაც, შტოიერ კლასებს ეძახიან, ანუ DRG-ს აქვს თავისი კლასები. ჩვენთან ეს არ არის ესეთი კვალიფიკაცია, იქ არის 6 კლასად არის დაყოფილი. სტუდენტი არის პირველ კლასში. მაგრამ უყურეთ, თავიდანვე არ რა თქმა უნდა განაცხადი უნდა გაკეთდეს აუცილებლად ფინანსთა სამინისტროში. ამას ერთ შემთხვევაში აკეთებს დამსაქმებელი და თუ დამსაქმებელმა ეს არ გააკეთა, ან დაავიწყდა, ან გამორჩა, არის მაგალითად კომპანიები, სადაც მე ბავშვებს ვეუბნები ხოლმე, მე თვითონ ჩაუგდე და უმეტესობას მე შეუვსე ეს განაცხადის ბლანკი და ვუთხარი, რომ აი აქ და აქ გააგზავნეთ, რომ რაც შეიძლება მალე მოგივიდეთ შტოიერ ID, რომ ხელფასიდან არ მოხდეს დიდი DRG-ს დაკავება. ეს ბავშვებს აშინებთ ხოლმე და მე ვეტყოდი, რომ ეს არ არის არაფერი საშიში, იმიტომ რომ თავიდან ხვდებიან ხოლმე მე-6 კლასში და ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ თუ შენ არა გაქვს მონიჭებული შტოიერ ID, ანუ შენი საკუთარი DRG-ს ნომერი, ხო, იქ ეგრე არის, როგორც აი პირადი ნომერი გენიჭება და ეს გაქვს, რა ვიცი, ესე ვთქვათ, სიკვდილის ბოლომდე. ეგ არ იცვლება, როგორც პირადი ნომერი ისე არის და რამდენჯერაც არ უნდა წახვიდე გერმანიაში სამუშაოდ, ყოველთვის გექნებათ ერთი და იგივე შტოიერ ID. უბრალოდ უნდა მოხდეს ამისი განაცხადი, მაგრამ ეხლა როცა ჩადიხარ და პირველად მუშაობ, შესაძლებელია რომ მოხდა მე-6 კლასში. თუ არ გექნება ეს შტოიერ ID. მაგრამ მე უკვე ან დამსაქმებელი, ან როგორც თქვი, თვითონ სტუდენტი აკეთებს განაცხადს ფინანსთა სამინისტროში და მერე გენიჭებათ ეს შტოიერ ID. ეს ხანდახან იწელება დროში. გერმანული ბიუროკრატია, იცით ხო? ანუ არ არის მარტივი. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ეს გაიწელოს 3 კვირა, 4 კვირა, შეიძლება 8 კვირაც კი, მაგრამ როგორც კი მოგენიჭებათ შტოიერ ID, თქვენ გაქვთ მერე უკვე პირველ კლასში მუშაობის. ნუ რა თქმა უნდა, თუ ქორწინებაში არ ხართ, თუ ქორწინებაში ხართ ოფიციალურად, ეგ კიდე ცალკე იყოფა და სხვადასხვა კვალიფიკაცია აქვს. ანუ იქ მასია რა. და ხდება თუ არა რაღაც გარკვეული თანხის უკან დაბრუნება? რა თქმა უნდა, ნებისმიერ DRG-ს წლის, აი ხა მაგალითად წელს ხო იმუშავეს ბავშვებმა, ხო, 2025-ში. 2026 წლის ესე იანვრის დაახლოებით 15-ის მერე გერმანიის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდება სპეციალური ბლანკები 2025 წლის DRG-ს დასაბრუნებლად. ეს ძალიან მარტივი პროცედურაა, მე მაგალითად თავად ვეხმარები ხოლმე სტუდენტებს, ანუ ვინც მომმართავს რა თქმა უნდა და ვისაც აქვს სურვილი და ვავსებთ ამ ბლანკს, ამ ბლანკთან ერთად აუცილებელი არის ჩვენი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ მონაწერი, რომ შემოსავალი რა დაუფიქსირდა წლის განმავლობაში, პლუს ამას პასპორტის ასლი და გერმანიაში მუშაობის ბოლო სახელფასო ამ მონაწერი, რომელსაც ქვია Lohnsteuer Bescheinigung-ი. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ იქ არის დაჯამებული ყველა თვის ნამუშევარი და ერთიან თანხაზეა მოცემული და მათ შორის არის გამოკვეთილად რამდენი DRG ჩამოეჭრა და რამდენი უნდა დაიბრუნოს და ამ ყველაფერს, ანუ გამოდის, რომ თქვენ ფაქტიურად 1 ცენტიც კი არ გეკარგებათ გერმანიაში.
განსხვავებით 8 თვიანებისაგან. აი 8 თვიანებით ვინც მიდის, ეხლა 8 თვიანებით ვინც მიდის, ის ყველაფერს ვერ დაიბრუნებს. იმიტომ რომ 8 თვიანებზე გეჭრება ფერზიხერუნგი დაზღვევა. ასევე რენტენფერზიხერუნგი, ანუ საპენსიო და საპენსიოს და აი ამ ჩვეულებრივ დაზღვევას ვერ დაიბრუნებ. იბრუნებ ჩვეულებრივად ისევ ისე დღგ-ს. ანუ დღგ-ს იბრუნებ, დანარჩენს ვერ. ხო, აი სტუდენტებისთვის არის თუ არა დაფინანსებული საცხოვრებლის ხარჯები და საკვების და ასეთი ყოფითი რაღაცების ხარჯები თუ თავისი იცით რა არის? ბიუჯეტიდან უწევთ გადახდა. არის ადგილები, მაგალითად პატარ-პატარა აი ეს ოსტზეზე, ზედა გერმანიაში არის პატარ-პატარა კაფეები, საწყობები, სადაც უფასოდ აქვს სტუდენტებს ბინა. იქ ჩვეულებრივად თვითონ აძლევს ეს კაფე-რესტორნები ამ საცხოვრებელს და იქ რა თქმა უნდა კვებაც უფასო აქვს და საცხოვრებელიც უფასო აქვს, მაგრამ ძირითადად სტუდენტებს თვითონ უწევთ ქირის გადახდა და რა თქმა უნდა კვებისაც. ასევე თვითმფრინავის ბილეთიც თვითონ უნდა დააფინანსონ. ხო, ეხლა ვისაუბროთ გამოწვევებზე. აი რა გამოწვევების წინაშე შეიძლება რომ დადგეს სტუდენტი, რომ ჩავა, რასაც შეიძლება არ ელოდან, არ წარმოიდგინა და რაღაც პატარა სირთულეს წააწევდა და შეიძლება ვიღაცას შეეშინდეს, ვიღაც დაიბნეს. ძირითადად რა ხდება ხოლმე? ანუ პირველ რიგში ვიტყოდი ის კულტურული შოკი. აი ძალიან ხშირად გქონია ეგეთი ფაქტი, რომ ჩასულან და 2-3 დღეში უთქვამთ, რომ უი, მე აქ ვერ გავჩერდები, არ შემიძლია სხვა ხალხი, სხვა კულტურა, სხვა ენა, არ ელოდებოდა იმ სამუშაო სირთულეს. მერე მქონია ესეთი შემთხვევაც, რომ მოდი ცოტა ხანი აბა დაელოდე. მithქვამს, რომ აი დაელოდე, მოდი აბა 1 დღე, 2 დღე შეხედე, ესე მოიქეცი, ამას არ მიაქციო ყურადღება, ნუ რაღაც ესე და მერე ნუ ზოგს დაუჯერებია, ზოგი წამოსულა. რა ვიცი, ახლა ზოგისთვის ძალიან, იცით რა არის? ზოგადად თუ საქართველოში არ აქვს სტუდენტს არსად ნამუშევარი, არ აქვს არანაირი გამოცდილება, ხშირ შემთხვევაში უჭირთ. ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, ქართველი დედები ხო იცით, მაქსიმალურად ცდილობენ რომ შვილებს ყველაფერი შეუსუბუქონ და თავის თავზე აიღო ყველანაირი პასუხისმგებლობა და უმეტესმა, რა ვიცი, სახლში ისიც აიცეს საერცხის მანქანა როგორ ირთვება, ხო? ხომ ასეა. ეხლა მეც 3 შვილის დედა ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ, თუ კი არის შესაძლებლობა, რომ ჩემ შვილებს რაღაც გარკვეული რაღაცები შევუსუბუქო, თუმცა მაგითი ჩემები ვერ დაიტრაბახებენ. იმიტომ რომ ანუ მე იმდენად ყოფილა პერიოდი, რომ ძალიან დაკავებული ყოფილა, იმიტომ რომ მე call-center-ში მუშაობდი და წლები, სხვათა შორის კორონას დროს call-center-ში მუშაობდი გერმანულ კომპანიაში და მერე პლუს პარალელურ რეჟიმში სტუდენტებს ვეხმარებოდი სხვადასხვა პროგრამებზე, ფაქტიურად დრო არ მქონდა. მართლა არ მქონდა და აქედან გამომდინარე შემიძლია სიამაყით თქვა, რომ ჩემი 3 შვილი, მიუხედავად ასაკისა, არიან ძალიან დამოუკიდებლები და ყველაფერზე დედეს არ ამბობენ. მაგრამ მე მხვდება აი ძალიან ბევრი სტუდენტების კატეგორია, რომ ძალიან არიან დამოკიდებული ოჯახზე, მშობელზე. ხშირ შემთხვევაში სხვათა შორის მშობელი იწერება. კი, მე ეს რა თქმა უნდა არ მიკვირს, თავისთავად ცხადია მშობელმაც უნდა გაიგოს რა პირობებში მიდის მისი შვილი სამუშაოდ, მაგრამ უკვე ყველაფერს რომ მშობელი კითხულობს გადამეტებულად, ეს ცოტა რა ვიცი, მეხამუშება, რა ვიცი როგორ თქვა, ანუ თლაც არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ იცით რა არის, თვითონ უნდა წავიდეს, თვითონ უნდა იმუშაოს, თვითონ უნდა გაიკვალოს ეს გზა და როცა მშობელი კითხულობს ყველა დეტალს და მერე ეუბნება მის შვილს და ჩვენ არ ვიცით ხო როგორი გადალამაზებით ეუბნება. აი ამ შემთხვევაში ეს ცოტა პრობლემას ქმნის, ცოტა არა, ძალიან დიდ პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ იქ ჩასულები არიან დაბნეულები. ამიტომ მე ვურჩევდი ყველა მშობელს, კი, რა თქმა უნდა დარეკოთ, რა თქმა უნდა მოხვიდეთ და უნდა გაერკვიოთ თქვენ თვითონაც რა პირობებში უწევთ თქვენ შვილს იქ ყოფნა და მუშაობა, მაგრამ ვურჩევდი ყველა დედას და ყველა მამას დააცადეთ, თვითონაც გაირკვლიოს გზა, თვითონაც იკითხოს.
არ არის ეს პრობლემა. იკითხოს თვითონაც, ნუ გგონიათ რომ ის ვერ გაართმევს თავს. კი, ძალიან მშვენივრად გაართმევენ თავს და დამიჯერეთ უფრო უკეთესადაც ვიდრე დედის ასე ვთქვათ დახმარებით, ხო? იმიტომ რომ ხა როცა ადამიანი არის უკვე 20-ს გადაცილებული და კიდევ დედა იწერება და კითხულობს პირობებს, ჩემთვის ეს უკვე ცოტა პრობლემაა. იმიტომ რომ მოდი ჯერ დაბა შვილმა იკითხოს. იქნებ მას საერთოდ არ უნდა წასვლა. და უბრალოდ დედას უნდა რომ რაღაც მეტ დამოუკიდებლობას მიეჩვიოს. ან თუნდაც ახლა ჩემი გადაწყვეტილება გერმანიაში წასვლა იმ პერიოდში ის იყო რომ რაც შეიძლება მეტი ფერები და მრავალფეროვანება შემემატებინა ჩემი ცხოვრებისთვის. საერთოდ არ ვიცოდი მაშინ რა მელოდა. და თან წარმოიდგინეთ ეს იყო პერიოდი როცა არ არსებობდა არანაირი სოცქსელი და მობილური ტელეფონიც კი არ მქონდა. მართლა არ ვიცოდი რა გამოწვევების წინაშე ვიქნებოდი, მაგრამ მე ეს ნაბიჯი გადავდგი, იმიტომ რომ მინდოდა რომ მე ჩემის დედს გამეკვლიარ გზა, მესწავლა მეტი დამოუკიდებლობა და უფრო მრავალფეროვანი გამხდარიყო ჩემი არა მარტო ცხოვრება, არამედ ინტელექტიც, იმიტომ რომ დამიჯერეთ ძალიან დიდ როლს თამაშობს ევროპაში გატარებული პერიოდი. თან მარტო ცხოვრების გამოცდილება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. გაცილებით უფრო გზრდის. პიროვნულად გზრდის, იმიტომ რომ იქ არ ყავს არავინ და გადაწყვეტილებებს შენ თვითონ იღებ ნებისმიერ საკითხში, იმიტომ რომ 4000 კილომეტრზე დედას და მამას ვერ დაუკავშირდები და ამიტომ შენ მიიღო სპონტანური გადაწყვეტილება და თქვა რომ კი, მე ამისთვის მზად ვარ ან არ ვარ მზად და ისე გააგრძელო ნაბიჯები, ხომ ასეა? კი. კიდე მაინტერესებს, აი მაგალითად პირველად ვინც წავიდნენ სტუდენტები, ნუ ზოგი მათგანი იქნება კმაყოფილი, ზოგი მათგანი არ იქნება. ყველა ადამიანი ვერ იქნება, ხო, კმაყოფილი. და იმათი შთაბეჭდილებები მაინტერესებს, აი ვინც პირველად იყო და არ დარჩნენ კმაყოფილი პროგრამით, აი რამ მხრივ დარჩათ ეგ განცდა, თვითონ პროგრამა არ მოეწონათ, გარემო არ მოეწონათ თუ როგორ? სამუშაო, ძირითადად არის ხოლმე რომ სამუშაო არ მოსწონთ. თვლიან რომ არის ან ძიმე, ან სტუდენტისთვის არაშეუსაბამო. არის კი ძალიან ბევრი ფაქტორები არის. შეიძლება ბინა, აი ბინებზე იცით რა, ძალიან ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ გონიათ რომ ჩავლენ იქ ძალიან ლაქშერული ბინები დახვდება. ზოგს მართლა მასეთი წარმოდგენა აქვს, რომ აუცილებლად რაღაც და რო ჩადიან და მე ხვდებათ, ანუ ახლა როგორი ბინები არის გეტყვით რა, ანუ უნდა აკმაყოფილებდეს იმას, რომ დაღლილი რომ მოხვალ დაიძინო, შხაპი მიიღო და გქონდეს ელემენტარული კვების საშუალება, ხო? ანუ ეს არ არის გათვლილი რაღაც ხო ხდებით, ანუ რაღაც დიდი კორპუსის ბინები, ხო, ძალიან დიდი კომფორტი და ის არ არის. თუ კომფორტი გინდა, მაშინ გაცილებით ძვირი ღირს და მე არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ სტუდენტმა კომფორტში გადაიხადოს, როცა არის ესე მოკლე დროით ჩასული, ქირა. ანუ ჯობია დაზოგოს და საქართველოში გამოიყენოს სხვა რაღაცაში ის თანხა, ხო? კი, ეხლა ვისაუბროთ უკვე უშუალოდ უსაფრთხოებაზე. აი, ბევრი უშუამავალი სააგენტო და შემდეგ არსებობს, რომლებიც საქართველოდან აუშვებენ სტუდენტებს გერმანიაში, ხო, დაზაფხულის პროგრამით. როგორ უნდა მიხვდეს სტუდენტი, რომ ნამდვილად სანდო ადამიანს დაუკავშირდა, ნამდვილად მიდის სამუშაოდ იქ და მაგალითად ჩავა და არ დახვდება ის, რომ აი სამუშაო არ არის და უკან დაბრუნდი და ეს თანხა გამგზავრების შემდეგ დაიკარგება. ზოგადად ძალიან რთული არის ნდობის ფაქტორი, ანუ მართლა ძალიან რთული არის და მე მაინც უპირატესობას მივანიჭებდი წლების გამოცდილებას. არის ძალიან ბევრი სტუდენტი, რომელიც იყო ამ დასაქმებით, მოეწონა ეს სფერო, დაუკავშირდა იქ მენეჯერს და უთხრა, რომ იცით რა არის, მოდი ახლა ჩემი შუამავლით კი არა, მე თვითონ მოგაწვდი სტუდენტებს. ხშირ შემთხვევაში გონიათ ხოლმე, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან მარტივი. ბევრს უთქვამს, რომ ეს არის მხოლოდ ერთი კომპიუტერული კლიკი. არა, ეს ერთი კომპიუტერული კლიკი არ არის. პირველ რიგში ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. აი, უაზრო დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ფაქტიურად იმ პერიოდში შენ ხარ იმ ბავშვის კომფორტზე პასუხისმგებელი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ შუამავლებს ბევრი არაფერი გვეხება, მართლა არაფერი არ გვეხება და ჩვენ გვეხება უბრალოდ ის, რომ საბუთები იმდენად იყოს მოწესრიგებული, რომ მათ ჩამოუვიდეს თანხმობა. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ დამსაქმებლები. დამსაქმებელი ნიშნავს უშუალოდ პიროვნებას, რომელიც უფორმებს სტუდენტს შრომით ხელშეკრულებას, აძლევს ხელფას და არის მის სამუშაო საათებზე პასუხისმგებელი. ჩვენ ვართ შუამავლები,
მაგრამ ეს უკვე ჩვენი კეთილინება არის, როცა გაცილებით მეც ვიღებთ ჩვენ თავზე, მაგალითად ჩავდივართ ადგილზე, ვაკითხავთ. იცით როგორი მომენტი არის, როცა დამსაქმებელი ხედავს, რომ შენ აქცევ ამ სტუდენტს ყურადღებას, წელიწადში ერთხელ ორჯერ ჩადიხარ ადგილზე და გადიხარ ამ თემებს მასთან ერთად, ის უკვე თვლის, რომ შენთვის ის სტუდენტი არ არის უბრალოდ გამვლელი. და ის ხვდება, რომ შენ უკვე პასუხისგებლობა გაქვს მასზე აღებული და აქედან გამომდინარე, შეიძლება რაღაც ერთგვარი შიშიც კი უჩნდება, რომ შენ სტუდენტს რამე ცუდი არ გაუკეთოს, მაგალითად ხელფასი არ დააკლოს, დღეები არ გამოატოვინოს, ანუ უფრო პატივისცემით და პასუხისგებლობით ექცევა, ვიდრე უყურადღებოთ, რომ დატოვებ. ყოველ შემთხვევაში ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, ასე მუშაობდი წლები, ზუსტად ასე, რომ ჩავდიოდი ადგილზე, ვაკითხავდი არა მარტო საბუთების ჩატანის დროს ზამთრის პერიოდში, არამედ ზაფხულშიც ჩავდიოდი ხან 1-2 დღე ერთ ქალაქში, მე 1-2 დღე მეორე ქალაქში და ასე შემდეგ. ესე ქალაქ დავდიოდი, მივდიოდი ყველა დამსაქმებელთან, ხვდებოდი ასევე სტუდენტებსაც. და ხშირ შემთხვევაში ვიბარებდი ბიუროში, რა თქმა უნდა, იმ ბიუროში, რომელიც არის წარმომადგენელი და იქ ბიუროს წარმომადგენელთან ერთად ვარკვევდით თუ რაიმე პრობლემა იყო და იქვე ვცდილობდით, რომ აღმოგვეპყრა და ეს სქემა ჩემი აზრით ძალიან კარგად მუშაობს. ანუ ორივე დროს სტუდენტიც გძნობს, რომ ყავს ვიღაც, ვინც ფარველობს ჩვენი სახით, ასე ვთქვათ, და დამსაქმებელიც გძნობს, რომ შენთვის ის სტუდენტი არ არის უბრალოდ გამვლელი. და არის პიროვნება, რომელზეც შენ იღებ პასუხისგებლობას. და ეს უკვე, რა თქმა უნდა, დამრწმუნეთ ძალიან ბევრს ნიშნავს. ხო, უსაფრთხოების კი, თავისთავად. და როგორც გითხარით, ეხლა ზოგი ისეთ სახელებს მწერენ ხოლმე ბავშვები, რომ მე ნამდვილად არ გამიგია და ვერ ვიტყვი ხა მე ვიცნობ ხა GDZ-ი გერმანულ-ქართული ცენტრი იგივე ერთ-ერთი პირველია, ვინც ზოგადად დაიწყო, ხო, ასე ვთქვათ და მიყვება ამ პროგრამებს ხათუნა თოთაძე ვიცი, იამზე ბასილაძე ვიცი, ქალბატონი თეა ფეტელავა ვიცი, ანუ ვიცი დამსაქმებლები, ვინც მართლა არიან პროფესიონალები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ წლებია და პირდადად და მაქსიმალურად ვცდილობენ, რომ სტუდენტებს შეუქმნან კომფორტი, მაგრამ ეს ახლები არ ვიცი. თან მით უმეტეს ვიცი, რომ ძალიან ბევრი საერთოდ რასაბუთებით უშვებს, ეგეც არ ვიცი. ხო, ანუ მაინც საჭიროა რა გამოცდილებას მიაქციოთ ყურადღება და რა თქმა უსაფრთხოება უნდა. ჩვენი უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ. რა თქმა უნდა, მე თან ახლა იცით რა არის იმდენი სოციალური ქსელია და იმდენი ფერიენჯობის ჯგუფებია, რომ შეგიძლიათ ეგ დასერჩოთ ელემენტარულად იმ პიროვნების სახელი, ვინ პიროვნებასაც გინდათ ენდოთ და სტუდენტი იცით როგორი ფენომენია, ის ცუდსაც ხედავს და კარგსაც. ორივეს ხედავს, არ გეგონით რომ არ ხედავს. და თან ახლა ხშირად ხდება, აი ამან ის გააკეთა, ამან ეს გააკეთა. ხშირად ითაგებიან, ხო, შუამავლები და წაიკითხეთ. ანუ არ უნდა ენდო მარტო ვიღაცის ნათქვამს, უნდა გადაამოწმო, იმიტომ რომ შეიძლება ის პიროვნება იყოს ჩემთვის ძალიან კარგი და დადებითი, მაგრამ სხვისთვის მიუღებელი. ანუ ასე ვიქნები მეც, ხო? ანუ ღვთის წყალობით ყავს ძალიან ბევრი მადლიერი სტუდენტი და ვისარგებლებ თქვენი ეთერით და აი უდიდესი მადლობა მინდა მოუხადო თითოეულ მათგანს აი ამ ნდობისთვის, დაფასებისთვის, იმისთვის რომ მენდობიან წლები და არაერთხელ წასულან ჩემი დასაქმებით და მარტო არაფერი ენჯობით, არამედ მანდეს აუსბილდუნგიც და სხვადასხვა პროგრამებიც. რა ვიცი, ვერ გამოვყოფ მართლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრნი არიან. და ეს არის წლების ნაგოროვები და დამიჯერეთ არიან ბავშვები, რომლებთანაც უკვე ეს ურთიერთობა მეგობრობაში გადაგვეზარდა და აი უბრალოდ მეგობრულ რჩევასაც კი ეხა რომლებიც იქ ცხოვრობენ, წლებია უკვე იქ ცხოვრობენ, 7-8 წელია იქ ცხოვრობენ, მაგრამ მაინც ხშირად მწერენ, მკითხულობენ, რაღაც კითხვებს მისვავენ, რაღაც რჩევას მეკითხებიან. ვიტყვი ხმამაღლა, რომ ისინი არიან ჩემი პატარა მეგობრები. მართლა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და მე ამაყება, რომ ის რაღაცა ბარიერი აღარ არსებობს ჩვენ შორის, რაც ეს ოფიციალურობა იყო და ეხლა სხვანაირ რჩევებისთვისაც მომმართავენ, ასე რომ უღრმესი მადლობა თითოეულ სტუდენტს ნდობისთვის, დაფასებისთვის და სულ ვეუბნები ხოლმე, რომ ვეცდები, რომ მათი იმედები
აუცილებლად გავამართლო და ყოველთვის ნებისმიერ საკითხში, როცა მათ დავჭირდები, ვიყო მათ გვერდით. თუმცა რა თქმა უნდა ლაფსუსები არსებობს, ხო? არის რაღაც, იმიტომ რომ ამხელა ნაკადში შეიძლება რაღაც გამოგრჩეს. ადამიანები ვართ ჩვენც. დიახ. შესაძლებელია თუ არა, სტუდენტმა ისარგებლოს ფერიენჯობის პროგრამით და შემდეგ როდესაც დაბრუნება, მოუნდეს რომ უფრო ხანგრძლივი პროგრამით წავიდეს გერმანიაში რა სამუშაოდ. თქმა უნდა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. უბრალოდ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაღაცა აღნიშნე, ეს არის გერმანულის ცოდნა. და აი რამდენად ეხმარება სამომავლოდ კარიერის განვითარებაში ფერიენჯობი სტუდენტებს? პირველი ის, რომ იცნობენ ქვეყანას. მეორე ის, რომ გერმანიის სპეციფიკას, მუშაობის სპეციფიკას. ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს არის, ანუ ზოგი გაცვლით პროგრამასაც ეძახის, მე გაცვლით პროგრამას თლათ ამას არ დავარქმევდი, იმიტომ რომ ძირითადად მიდიან, იმიტომ რომ გამოიმუშაონ თავისი ჯიბის ფული, გაცვლითი პროგრამა, ამ შემთხვევაში აუპაიერ პროგრამა უფროა, იმიტომ რომ იქ ჩადიხარ და უშუალოდ გერმანულ კულტურაზე და მათ ტრადიციებზე და ყველაფერზე ხარ ფიქსირებული. და აქ უფრო გამოიმუშავებ ჯიბის ფულს, მაგრამ ეცნობი იქაურ კულტურას პირველ რიგში, ხო? გერმანულ ხასიათს, მუშაობის სპეციფიკას, ხვდები ხალხს, იჩენ მეგობრებს, ხო? მერე ისინი გაკვალიანებენ, როგორ მივიდნენ თუნდაც აი ამ თანამდებობაზე, როგორ მივიდნენ აი ამ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აქვს საკმაოდ მჭიდრო კონტაქტი თანამშრომლებთან და მიწერ-მოწერა. და შესაბამისად გარდა მუშაობისა სხვადასხვა უნარებსაც იძენენ. რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია. ნუ პირველ რიგში პიროვნებად ყალიბდებიან და მე ასე ვფიქრობ, რომ გადაფასებას სწავლობენ ძალიან ბევრი რაღაცის. აი ძალიან ბევრი რაღაცის, იცი, რაღაც განსხვავებლები ჩამოდიან. ანუ იზრდებიან. საკუთარ თავსაც ეცნობიან. კი ბატონო. აი აქამდე თუ არ გაქვს გამოცდილი, რომ აი რას იზავ დამოუკიდებლად რაღაც ისეთ სიტუაციაში, სადაც დეიდა არ ყავს გვერდით, ან ახლო მეგობარი არ ყავს და რაღაც პრობლემას გადააწყდი, მაგრამ შენ ეცნობი შენ თავს, რომ აი მე თურმე ესე ვმოქმედებ სტრესულ სიტუაციაში. კი ბატონო. კი, ანუ ვიცი რა, ეს თუ რაღაც 2-3 დღე ჭირდებათ იმისთვის, რომ მიხვდნენ. მართლა 2-3 დღე ჭირდებათ, რომ აი თავის საკუთარი თავი აღმოაჩინონ. აი როგორც კი შევლენ ოთახში, პარკს დაალაგებენ, საწოლზე ჩამოშდებიან და გაიფიქრებენ, მე უკვე აქ ვარ მარტო. ხო, ანუ ყველაფერი არის ღვთისნება და დანარჩენი არის ჩემზე დამოკიდებული. ხო, ანუ მე უნდა ვიყო ისე უნდა მართო ჩემი პიროვნება, რაღაც ზიანი არ მივიღო და პირიქით. რაც შეიძლება მეტი კარგი მივიღო და მეტი კარგის მიღება არის ზუსტად იმაში, რომ არა ყველაფერში ეძიო უარყოფითი, არამედ პოზიტივიც. კი, მე მესმის, რომ ის სამუშაო არის რთული, შეიძლება გიწევს მძიმი საწევს, მაგრამ ცოტა რო გაიადვილო, რთულია, მაგრამ რაღაც გარკვეული პოზიტივი უნდა ნახო. თუნდაც ის პოზიტივი, რომ აი შაბათი კვირა რომ მოვა, საშუალება გექნება სხვა ევროპის ქვეყნებში გადახვიდე ძალიან მიზერულ თანხებში და ნახო თუნდაც პარიზი, რომი, ან უბრალოდ დაათვალიერო გერმანიის სხვადასხვა ქალაქები და ჩემი აზრით სანამ ცოცხლები ვართ, ყველაზე ბევრი უნდა ვიმოგზაუროთ და ანუ მოგზაურობა ზოგადად ძალიან ბევრს მატებს ადამიანს, ხო? იმდენ რაღაცას ეცნობ, იმდენ კულტურას, იმდენ მუზეუმს ნახულობ, იმდენ ხელოვანს ხვდები თუ ხელოვნების ნიმუშს, რომ ეს ზოგადად ავითარებს IQ-ს, ქმნის სხვანაირ ადამიანად. რავი, ძალიან დადებითი თვისებები აქვს რა, ანუ ძალიან ბევრი დადებითი აქვს ჩემი აზრით ფერიენს, არა მარტო ფერიენს, ნებისმიერ გერმანულ პროგრამას. მიუხედავად სირთულეებისა. ხო. ეხლა გადავიდეთ უფრო პრაქტიკულ რჩევებზე. აი მაგალითად უნდათ სტუდენტებს, რომლებიც ჯერ არ ყოფილან ფერიენჯობით გერმანიაში, წავიდნენ და არ იციან როდის იწყება რეგისტრაცია მაგალითად. ან რა დოკუმენტები უნდა მოამზადონ, რა უნდა გააკეთონ, ჯერ ახლა იწყებენ ამ ყველაფრის გარკვევას. აი
რეგისტრაციიდან დავიწყოთ, ხო? რეგისტრაცია ზოგადად ეტაპზე ძალიან ხდება? ინდივიდუალური არის, ანუ მართლა ძალიან ინდივიდუალური არის. ეხლა რეგისტრაცია შეიძლება რომ აი დაგიკავშირდეს დამსაქმებელი და გითხრას უკვე რომ აიცი რა არის, მე ზაფხულში მჭირდება აი ამდენი პიროვნება და შენ უკვე გააკეთო ამისი მობილიზება. ვამბობ სიტყვაზე ვამბობ ნოემბერ-დეკემბერში და შესაძლებელია თებერვალში დაგიკავშირდეს და გითხრას რომ იცი რა არის, მე ჯერ არ მქონდა აქამდე დაგეგმილი და აი ეხლა გავარკვიე. და თუ შესაძლოა ზოგადად იცი როგორ არის ახალი წელი უნდა ჩამთავრდეს. ხო? ანუ ახალი წელი რა ძველი წელი უნდა ჩამთავრდეს, ახალი წელი უნდა დაიწყოს, რომ იმათმაც დაიწყონ დაგეგმარება. რომ სფეროში რამდენი ასე ვთქვათ მუშახელი დაჭირდებათ. ხო, აუცილებლად კრაფტი ნუ დაჭროს, მაგრამ ანუ ესეა, ხო? ხო და ეს შეიძლება იყოს თებერვალში, შეიძლება იყოს იანვარში, შეიძლება იყოს დეკემბერში, ანუ ვერ განსაზღვრავ, ესე კონკრეტულად ვერ განსაზღვრავ. უბრალოდ ეხა ძველი სტუდენტები, ვინც არიან აი ორჯერ სამჯერ უკვე ნამყოფები, ეგენი წინასწარ ასე ვთქვათ გაცნობებენ, რომ იცი რა არის, მე ისევ მსურს წასვლა და გამithვალისწინე და დგება წინასწარ რაღაც გარკვეული სიები, სადაც ეს ბავშვები არიან დაფიქსირებული. ფინანსური კუთხით აი რა უნდა გაითვალისწინონ, რისი ხარჯები უნდა გაითვალისწინონ წასვლამდე? ფინანსური კუთხით რა უნდა გაითვალისწინო, თვითონ საშუალო მოსაკრებელი, ნუ არ ვიცი, ყველგან სხვადასხვა არის, როგორც ვიცი, გააჩნია და თვითმფრინავის ბილეთის გზავრობის ხარჯები, კი ბატონო. დანარჩენი ახლა სახლი ძირითადად იქ რაც ხდებათ ხელფასიდან ეჭრებათ, თუმცა არის კომპანიები, სადაც ჩადიან და თვითონ ანუ უწევთ და ანუ წინასწარ უნდა წაიღონ ამ ქირის ნახევარი მაინც. და დაახლოებით ერთი კვირის საჭულის საკმარი თანხა, რადგან მე უკვე ესე ფორშუსი ქვია, ავანსის აღების საშუალება აქვთ. ანუ რასაც იმუშავებენ ერთი კვირის მერე შეუძლიათ 50-დან 150 ევროს ფარგლებში ავანსი აიღონ. და აი მაგალითად ვის არ ურჩევდით რომ წავიდეს? თუ არიან სტუდენტების ის კატეგორია, რომელსაც არ ურჩევდით რომ გარისკონ და სხვა ქვეყანაში წავიდნენ. გამოცდილება ვისაც არ აქვს საერთოდ და არ იცის არც ერთი ენა. ანუ სამუშაო გამოცდილება თუ არ აქვთ? კი, ანუ უყურე დამოუკიდებლები თუ არ არიან, თუ არ უცხოვრიათ აქ ისე რომ აი ანუ მე იმას კი არ ვამბობ, ცალკე უნდა იყოს გადასული, ან დამოუკიდებლობა მაგაში არ გაიგოთ. შეიძლება დედასთან და მამასთან ცხოვრობდე, მაგრამ იყო ძალიან დამოუკიდებელი პიროვნება, ხო? ელემენტარულად შენ თვითონ იღებდე რაღაც გარკვეულ გადაწყვეტილებებს, იგივე სად იმუშაო, სად არ იმუშაო, ანუ ჩემი საკუთარი შვილი რომე კლასში, მე-9 კლასში იყო მგონი, არ მახსოვს, არ დადგები რომ მოვიდა, მითხრა რომ დეიცი რა, ხვალ ძალიან ადრე უნდა გამაღვიძო და მე ვერ მივხვდი საერთოდ რა ხდებოდა, რატო უნდა გამაღვიძებინა ადრე და ბიჭებმაო ესე გადავწყვიტეთო რომ ვიმუშაოთო, შპარში მუშაობდნენ, შპარის მაღაზიაში, აღარ მახსოვს 4 თუ 5 ბიჭი იყო. ანუ სკოლის მოსწავლეები, მე არ ვიცოდი ეს, მართლა არ ვიცოდი. უბრალოდ ღამე მითხრა რომ დილით გამაღვიძეო და აი ესე არ მახსოვს მაშინ ერთი თვე თუ თვენახევარი, დაახლოებით მე მგონი 6 თუ 8 კვირა იმუშავეს და მოაგროვეს იმდენი ფული, რომ მე ერთად წასულიყვნენ ბათუმში. ანუ სკოლის მოსწავლეები იყვნენ, ხო ხვდებით? ანუ მაგას ვამბობ, როცა მე არ შემიშლია რა თქმა უნდა ხელი. პირიქით ძალიან გამიხარდა და ძალიან მესიამოვნა, რომ აი ესეთი გადაწყვეტილება მიიღო მარტო, მიუხედავად იმისა, რომ აი არ ვიცი, 38 ლარი და 38 თეთრიქო და მე მგონი საათი, ანუ ძალიან მიზერულ თანხაზე იმუშაო, როგორც სკოლის მოსწავლე, მაგრამ მე ვთქვი, რომ პიროვნული განვითარებისთვის ეს იყო ძალიან აუცილებელი ფაქტორი და ის უნდა წასულიყო და უნდა ემუშაო. ერთი წუთი არ მithქვამს, რომ რატო. პირიქით. ძალიან გამიხარდა, მართლა ძალიან გამიხარდა და სიმართლე გითხრათ, ძალიან მეამაყება ეს ფაქტი, რომ აი ესეთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო და მე ნებისმიერ სტუდენტს ვურჩევდი, ძალიან კარგი არის დედის რჩევა, მამის რჩევა, ბეიბის, ბაბუის, ყველას რჩევა ძალიან გასათვალისწინებელია. რა თქმა უნდა მოусმინოთ. აუცილებლად უნდა მოусმინოთ, იმიტომ რომ მათ თქვენზე მეტი უცხოვრია და თქვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ თქვენი აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება თქვენი ცხოვრების ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორიც. იმიტომ რომ მე შეიძლება რაღაცა ვურჩიო, რომ იცი რა, მოდი აი აქ ჩააბარე
და ეს გამოდი. მაგრამ მე იმან ცხოვრება დაუნგრიოს, იმიტომ რომ ოდესღაც მიხვდეს, რომ ის არ არის მისი. და პირიქით. ამიტომ არის რაღაცები, რაც თვითონ უნდა გადაწყვიტონ მოკლედ რა და უნდა იყვნენ დამოუკიდებლები. აი საბოლოოდ რო შევაჯამოთ ეს ყველაფერი, ნუ გასვით და პროგრამებზე. ენა უნდა იცოდნენ. ხო, ნუ ყველაფერზე დადებით მხარეებზეც, რაღაც უარყოფით მხარეებზეც, აი საბოლოოდ შეჯამების სახით, რა იქნება მაგალითად ისეთი ერთი რჩევა, რაც ყველა სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს, ვინც აპირებს, რომ free job-ით წავიდეს გერმანიაში, ნუ სტუდენტური დასაქმებად. პირველ რიგში უნდა იყვნენ ფსიქოლოგიურად მზად. აუცილებელი ფაქტორი არის ეგ, რომ ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადონ, ვინც პირველად მიდის, მე მათზე მაქვს ლაპარაკი, რა თქმა უნდა, რო ჩავლენ იქ მარტივი არ იქნება და უნდა შეემზადონ ამისთვის. მეორე ფაქტორი უნდა იცოდნენ აუცილებლად კარგად ინგლისური და სასურველია როგორც გითხარით გერმანულიც, იმიტომ რომ კონკურენცია ძალიან დიდი არის და ელემენტარულად შენი უფლებები რომ დაიცვა სასურველია რომ გერმანული იცოდე. და მესამე იყვნენ დამოუკიდებლები. მარტივად იღებდნენ გადაწყვეტილებას და ნუ კიდე ყველაზე კარგი და დიდ პლუსად ჩაითვლება თუ აქვთ აქ სამუშაო გამოცდილება. იქ არ გაუჭირდებათ. ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგვაცნეთ ინფორმაცია ამ თემაზე, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური თემაა სტუდენტებში და თქვენ საკონტაქტო ინფორმაციას რა თქმა უნდა მიუთითებთ YouTube-ის აღწერაში, თუ დაინტერესებულ სტუდენტებს მოუნდებათ, რომ დაგეკავშირდნენ, ან კონსულტაცია გაიარონ თქვენთან, ან რჩევები გითხან, ან პროგრამაში მონაწილეობაც მიიღან. და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ, უღრმესი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს, ყოველივე კარგს. ძალიან ბევრ კარგ გამოწვევას მომავალში. და ასევე მადლობა რომ გვიყურეთ და ხო რა თქმა უნდა ჩვენ მხარდამჭერსაც ილიზიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბსაც მადლობას ვუხდით რომ მხარს გვიჭერს ტექნიკით, გადასაღების სივრცით და ნუ ყველაფრით რაც ეპიზოდის გადაღებებისთვის გვჭირდება.